თუ ნახეთ ბრალის გამოცხადების შემდეგ ალეკო და რა თქვა მან? მოულოდნელი არ იყო რამდენი? ხო, რეალურად არ მქონდა ამის საშუალება რომ ალეკო ვნახო, სავარაუდოდ უკვე ორშაბათს ვნახავ და გავესაუბრები, თუმცა მას მოლოდინი ჰქონდა ის მე გუშინ ვესაუბრე, ვიყავი შესული საპატიმროში და მან თქვა რომ სამწუხაროდ გადაწყვეტილებას არ იღებს ბატონი გელაშვილი, ამიტომ გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო კვალიფიკაციის გადაწყვეტილებას იღებენ ზედა ინსტანციებში და ზედა რგოლებში ამ შემთხვევაში. ვინ არის ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები? ხო, რა თქმა უნდა, მოდი მარტივად ივანიშვილი თუ მდინარაძე, რომელზეც პრაქტიკულად ყველა ამბობს, რომ ეს არის რევანში, რაც ალეკო დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სამართლებრივად ამიხსენით, როგორ გაჩნდა საქმეში და ხო, აი ეს არის. ხო, მოდი დავიწყოთ, რა აქვს ეს განცდა ალეკო ელისაშვილს, დავიწყოთ 29 ნოემბრიდან, როდესაც ალეკო ელისაშვილი დააკავეს, ეს საქმე დაიწყო გამოძიებით 197 მუხლი, 197 მუხლი არის სინიფთის დაზიანების მუხლი, რომელიც არის ბევრად უფრო მსუბუქი კვალიფიკაცია. მას შემდგომ უკვე როდესაც ეს გამოძიება მიმდინარეობდა, ერთი დღე იყო გასული, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თქვა, რომ ეს არ არის სინიფთის დაზიანება, საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტად. შეხოთაშორის გვაქვს ეს კომენტარი, ჯემ პროდიუსერს თქვა თუ არის ხელმისაწვდომი მოვასმენინოთ მაყურებელსაც, რომ გაცილებით სარწმუნო იყოს ის, რასაც ადვოკატი ამბობს. და ხო, გავაგრძელებ და დაუყოვნებლივ დაემორჩილა რა თქმა უნდა პროკურატურა და შეეცვალა კვალიფიკაცია. დროებით მოთავსების იზოლატორში ვიყავი მე შესული და მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და გვითხრეს რომ კვალიფიკაცია შეიცვალა და ეს არის დააკავეს 29-ში 1 დეკემბერს უკვე 30-ში უკვე ბრალი წარუდგინეს და 30-ში მანამდე იყო შალვა პაპუაშვილმა გააკეთა ეს განცხადება. მანამდე ქონდა განცხადება გაკეთებული, ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა მე კვალიფიკაცია შეეცვალა და გაგრძელდა სასამართლოს ხტომა აღნიშნული მუხლი. რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდით, საქმეში არ არსებობდა არც ერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა რომ ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. დანაშაულის ის ნიშნები, რაც სახეზეა, რასაც კადრებში ხედავთ, თუ ის მართლა ალეკო ელისაშვილია, რა ტიპის დანაშაულია? დიახ, ანუ აქ ხალაპელირება ხდება ხოლმე, რომ ხო აღიარა ალეკო, ალეკო ხო იყო იქ შესული და მაგრამ აქ საკითხი არ ადგას ისე ალეკო იყო თუ არ იყო, ანუ ამაზე ჩვენ არ ვსჯელობთ, ჩვენ ვამბობთ რომ ის ქმედება, რაც იყო განხორციელებული, იყო თუ არა ტერორისტული აქტი. თორე ტერორისტულ აქტს სჭირდება ტერორისტული მიზანი უნდა გააჩნდეს და ტერორისტული მიზანი იმ შემთხვევაში ითვლება ტერორისტულ აქტად, როდესაც პირს აქვს განზრახული, რომ მოხდეს სასამართლოს შენობის, ამ შემთხვევაში კონსტიტუციური ორგანოს დესტაბილიზაცია და განადგურება. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს ქმედება და ეს ფაქტი იყო დამხმარე ცალკე შენობაში, ეგრეთ წოდებულ კანცელარიას რო ეწოდებენ. ამ შენობაში განხორციელდა ის მოქმედებები, რაც ყველა ვნახეთ და ეს შედეგი რომც კი დამდგარიყო და დასრულებულიყო ხომცდელობას ედავებიან, თქვა რომც დასრულებულიყო, ეს ვერ გამოიწვევდა ჯერ იმ დამხმარე შენობის გადაწვას და მე ამ შენობიდან გადაცეცხლო გადასულიყო და დაახლოებით 3 ჰექტრამდე არსებული შენობა ნაგებობის სრულ განადგურებას დაახლოებით საუბარია 25 მილიონ ზარალზე. ხო, ანუ ეს ამისთვის რა არის საჭირო, ხო? ჩვენი იურისტები ვართ, პროკურორის იურისტია, მოსამართლეს იურისტია. 25 მილიონი ალეკო ელისაშვილის ბრალში და ეს ხო, რომ გამოიწვევდა ამ ზიანს, მაგრამ ჩვენ ვეკითხებით, როგორ უნდა დავადგინოთ ეს 25 მილიონი ზიანი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, დაიწვებოდა თუ არ დაიწვებოდა სასამართლოს შენობა. ანუ კითხვა ხო გვიჩნდება, ხო ჩვენ იურისტები ვართ, შეიძლება კვალიფიკაციის კუთხით ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს ხო კონკრეტული დარგის სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, ექსპერტმა და ჩვენ მივმართეთ ამასთან დაკავშირებით, ჯერ რატო დაგვჭირდა ჩვენ მიმართვა, იმიტომ რომ გამოძიებამ პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ სამხარაულისთვის მიემართა და დაედგინათ აღნიშნული ფაქტით, რომ დასრულებულიყო, რა ზიანს გამოიწვევდა, ხო? ამ კითხვას უსვამდა სასამართლოს წარმომადგენელს, გოგონას, რომელსაც არანაირი განათლება და ცოდნა არ ჰქონდა ამ მიმართულებით და ჩვენ დავკითხეთ სასამართლოზე და მან თვითონვე აღიარა, რომ მე არანაირი კვალიფიკაცია არ გამაჩნია ამ მიმართულებით, ხოლო შემიძლია თქვა, რამდენად არის შეფასებული სასამართლო და რა არის მნიშვნელოვანი, ხო, ჩვენ დაცვის მხარემ ჩავდეთ საქმეში სამხარაულის მტკიცებულება, სადაც სამხარაული ამბობს და ექსპერტი ამბობს, რომ შეუძლებელია და არის ჰიპოთეტური მსჯელობის საგანი და ბადებს ეჭვს და ვერ დადგინდება ეს ქმედება გამოიწვევდა თუ არა მთლიანი 6 სართულიანი სასამართლოს შენობის განადგურებას და რა თქმა უნდა განადგურება უკვე ნიშნავს დესტაბილიზაციას. ანუ რას ნიშნავს, რომ აქ არსებობდა ეჭვი და ზოგადად ჩვენ სამართალში ვიცით 2x2-4-ია, რომ თუ ეჭვი არსებობს გამოძიების ეტაპზე, საქმეში არსებობს რომელიმე მტკიცებულებაზე ეჭვი, მაშინ ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ. ანუ ამ
შემთხვევაში ბრალი წარუდგინეს ეჭვების დონეზე, თეორიის დონეზე, ვარაუდზე, რომ აი სავარაუდოდ გამოიწევდა და მოსამართლეს სამწუხაროდ. კი, ანუ შეუძლებელი იყო ამის განჭვრეტაც ეგ არის ამ სამართლებრივად და ეგ არის რომ სამართლებრივად რო ყოფილიყო გონივრულ მიღმა სტანდარტი, ამის მნიშვნელოვანი იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა და რატო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, ხო, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არც მოითხოვეს თვითონ, ჩვენ დაცვის მხარემ ჩვენი ინიციატივით გავაკეთეთ და სამხარაგულმა, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ჩვენს სასიკეთო ასე თქვათ დოკუმენტი შეადგინა. ბატონო, ორი საქმე მიმდინარეობს ალე კველისაშვილის წინააღმდეგ. მეორე ხო სასწაულის საქმე არის საერთოდ. ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე შევარქვით ჩვენ. 1 წლის წინ ვიღაც პირმა გააჩინა ცეცხლი სასამართლო შენობაში და აგრეთვე ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეზეც 197 მუხლი ზღვის სინივთის დაზიანებით მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში და მას შემდეგ რაც ვითომ და ძაღლებმა ამოიცნეს ალე კველისაშვილი არ არსებობს სხვა მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერებიც კი რომელიც წარმოდგენილი არის პროკურატურის მხრიდან, მათივე ექსპერტი ამბობს, რომ შეუძლებელია პირის დადგენა თუ ვინ არის ამ შემთხვევაში, არც დნმ-ია, არც ბიოლოგიური მასალა, არც ანაბეჭდი არაფერი, მხოლოდ ძაღლების ჩვენების ასე ვთქვათ ექსპერტიზის დასკვნით. და თავარი აი ამ დავასრულებ ამ საკითხს. ქართული ოცნება ჰეროსტრატეს სინდრომში ადანაშაულებს. სამწუხაროდ ტელევიზიებმა ეს ჰეროსტრატე მოიყვანეს მაგალითად და ჩვენ აღნიშნულ დაკავშირებით ქარტიას მიმართეთ და მოვიგეთ ეგ საქმეც, ეს მნიშვნელოვანი არის, სწორი ხაზგასმა იყო თქვენი მხრიდან. ხო, მნიშვნელოვანი არის, რომ 1 წლის განმავლობაში საქმე მიმდინარეობდა ზღვის სინივთის დაზიანებით და მას შემდგომ რაც ალე კველისაშვილის სახელი და გვარი გაჩნდა, რაც ძაღლებმა ვითომ წამოიცნეს ალე კველისაშვილი და ახსნი რატო არის შეუძლებელი და კრიმინალის ისტორიაში ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ 1 წლის მერე სუნი დაადარო იმ ადგილიდან, წვიმიან ადგილზე, ხანძრის გაჩენის ადგილიდან სუნი ისეთი მდგომარეობით აიყო, რომ შეძლო დადასტურება, რომ ეს იყო ალე კველისაშვილის არის წარმოუდგენელი რამე, მაგრამ დაუშვათ, ეს არის არაპირდაპირ მტკიცებულება, ირიბი მტკიცებულება და მარტო ირიბი მტკიცებულებით ვერ გაასამართლებ ადამიანს. და მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის ის, რომ მას შემდეგ რაც ალე კველისაშვილის სახელი და გვარი შემოვიდა ამ საქმეში, მერე მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა და იმ მეორე საქმეზეც კვალიფიკაცია ზღვის სინივთის დაზიანებით, რომელიც იყო დაწყებული, შეიცვალა და გახდა ტერორიზმი. ანუ რეალურად რა გვაქვს, ხო, ანუ სამართალში ახლა პირველ კურსის სტუდენტიც რო გვისმენდეს, მიხვდება და იცის, რომ ზოგადად კვალიფიკაცია მიმული უნდა იყოს ქმედებაზე, ანუ თუ ჩავიდნენ ქურდობას, ქურდობის უნდა გამასამართლო, თუ ჩავიდნენ მკვლელობას, მკვლელობის უნდა გამასამართლო, ანუ ქმედებაზე უნდა იყოს კვალიფიკაცია და არა პიროვნებაზე. ანუ ეს ალე კველისაშვილი თუ იქნებოდა იყო ტერორიზმი და თუ სხვა პირი X ადამიანი ამ შემთხვევაში ისევ დარჩებოდა. მე ხუმრობთაც ვიმართე მოსამართლეს და პროკურორსაც, ანუ ალე კველისაშვილი რო გამართლეს იმ მეორე საქმეზე, ნიშნავს რომ ისევ აბრუნებენ ზღვის სინივთის დაზიანების მიმართულებით საქმეს, ხო? აბსურდული საკითხია და. რას აპირებთ, გიორგი? როგორ შეიძლება გაგრძელდეს ახლა ბრძოლა ისეთი რეჟიმის პირობებში? დიახ, და კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ანუ აქ ჩვენ პოლიტიკური ნიშანი შემოგვაქვს საქმეში, რა თქმა უნდა, დავიწყეთ 29 ნოემბრიდან პაპუაშვილის განცხადება კვალიფიკაციის შეცვლა, ორკესტრებული ქმედება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ალე კველისაშვილი არის ტერორისტი, კოალიციას მოუწოდებდნენ, რომ გაემიჯნონ, ალდეს მიმართეს, რომ ტერორისტებს გაემიჯნონ. იყო პროპაგანდა ჩართული, სერიოზულად მუშაობდნენ ამ მიმართულებით. თუმცა ჩვენ იმდენად ძლიერად ვიყავით წარმოდგენილი ამ საქმეში, რომ დასჭირდათ მეორე საქმის შემოტანა, რომ ეჩვენათ, რომ აი ეჩვენებიათ, რომ ნახეთ, აი ორი ცნობენ როგორც რომელიც არასაკმარისი მტკიცებულება, რომ აი ორი სისხლის სამართლის საქმე არსებობს ტერორიზმის კუთხით და ნახეთ, აი ეს ერთი შემთხვევა კი არისო, ეს რეციდივისტია, არაერთ გზის იდენს მსგავს დანაშაულს, რომ საზოგადოებაში სხვა ეჭვები და ასე თქო დამოკიდებულება მეტი ელემენტი შეიტანეს. და თავად იყო, რომ ანუ ჩვენ ძალიან ძლიერად ვიყავით ამ საქმეში, რომ იძულებული გახდნენ, ხო, ეს ერთი საქმე რო შემოეტანათ, რომ ვითომ გაემყარებიათ და დღეს დილით ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ანუ ამითი გადააზღვია ის, რომ შესაძლებელია რაღაც სხვა გადაწყვეტილება მიეღო მოსამართლეს და ამითი დაუსვა წერტილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ თქვა, რომ არა, ეს არის ტერორიზმი და ზოგადად ტერორისტები უწოდა ყველა ვინც არიან ამ საქმეში ჩართული. ანუ აქ თქონდა ახლა მეტი პოლიტიკური მოტივი და პოლიტიკური დამოკიდებულება რა თქინდა, ხო? ანუ ჩვენ გვახსოვს ალე კველისაშვილი დაწყებული პარლამენტში ხდებოდა რუსული ეგრეთ წოდებული რუსული კანონის განხილვა დაპირისპირება მდინარაძესთან
რამდენიმე დღეში ამ დაპირისპირებიდან ის გაიტაცეს ალეკო ოდესაშვილი და ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, კადრებიც გვაქვს პირველად მოიპოვა ეს უნიკალური კადრები, რომელიც გამოძიებაშიც ჩავდეთ ჩვენ, როდესაც ვიძიებდით ამ საქმეს, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი შედეგი არ არის და რეალურად მე არაერთხელ მოხდა ქორთიერთბერიოტის ეპიზოდი, ნეკნის მოტეხვის ეპიზოდი, ბაბეების ეგრეთ წოდებული საქმე, სადაც იყო გასამართლებული რა მიმდინარეობდა საქმე და თუნდაც შეწყდა განუსაზღვრელი დროით და მტკიცებულებები არ იყო და ამ ერთობლიობამ გამოიწვია ის ქმედება, რა ქმედებაც განხორციელდა, მაგრამ მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ აქ მნიშვნელოვანი არ არის ალეკო ელისაშვილი იყო თუ არა და საუბრობენ რომ რატო ჩაიდინა ეს ქმედება, ხო იქნებოდა თავისუფალი, ხო? აქ მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის წაკიდების მცდელობა არ შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი. ამით ძალიან ცუდი პრეცედენტი ჩამოაყალიბა დღეს სასამართლომ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა აი აქციების დროს ფეიერვერკის სროლის გამოც თუ მოხდება მაგალითად პარლამენტის შენობას, ეს შეიძლება ტერორიზმად გამოცხადდეს და 13 წელი და 15 წელი მიუსაჯონ ადამიანს.